ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ერთ-ერთი გამონათქვამი მინდა გავიხსენო, მიუხედავად იმისა, რომ მოყოლილი მაქვს ერთხელ, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ განსაკუთრებით უფრო ვაკვირდებით ხოლმე მის გამონათქვამებს და მას აქვს ესეთი ნათქვამი, რომ ქართველმა კაცმა ქართული სიმღერა შექმნა მოყვასის მოსაფერებლად და მისი გულის გასახარად და უფლის სადიდებლად შექმნაო გალობა, რომელიც ესე ვერტიკალურად მიემართება ოზერცისკენ და ქმნისო ჯვარს. მართლაც მე მგონი არაჩვეულებრივი გამონათქვამია და ქართული ერის და ქართული კაცის შემოქმედების ძალიან კარგი გამოხატულებაა და ერთი პატარა ნიუანსიც მინდა გავიხსენო, 20-21 წლის ბიჭი ვიქნები, სვეტიცხოველში ჩატარდა პატრიარქის ღვთისმსახურება, პატრიარქის ღვთისმსახურებას მასთან ერთად მსახურება, ეს საერთოდ მართლი და დიდი სიხარული იყო და მით უმეტეს 20 წლის ბიჭისთვის მოგეხსენებათ როგორია და დიდი გუნდი არ იყო და გთხოვეს გაშვეთის გუნდს 4 ბიჭი წავედით, ვიგალობით და შემდგომ უკვე ტრაპეზზე თავისთან გვიხმო და ბიჭებო ზეშინა და მზეგარეთა იცითო, თურმე ყველაზე მეტად უყვარდა ეს სიმღერა და მოდით ერთად ვიმღეროთო და მაშინ ვიმღერეთ ერთად ზეშინა და მზეგარეთა, ეს იყო ჩვენთვის, იქიდან დაიწყო ალბათ ჩემთვის ყველაფერი კარგი რაც შეიძლება და ღმერთმა ათელში ანყოფოს მისი სული და შეგვეწიოს. გაიხარე შემოწმება. ახლა შენ გააგრძელე შემოწმება. შემოგია რას თავი მახსოვს, იმის მერე მახსოვს ჩვენი პატრიარქი ზუსტად მისი აღსაყდრების წელიწადში ვარ დავდებული 1977 წელს და მართლა შენ როგორც აღნიშნე რა ჩაიბარა და რა დაგვიტოვა. შენ კარგად იცი და ჩემ მეგობრებსაც მოგეხსენებათ, რომ ძველ თბილისში დავიბადე, სადაც მხოლოდ ერთადერთი ტაძარი, სიონის ტაძარი იყო, რომელიც ფუნქციონირებდა. მის ირგვლივ ძველ თბილისში თუ კი რამე ეკლესია ყველა დაკეტილი იყო და ნელ-ნელა აი რაღაც თავის სულის თავბერა, ყველგან ადიდეს ღმერთი და კიდევ ერთხელ მადლობა მას ყველაფრისთვის, რაც კი გააკეთა. როგორც ერში, ასევე ბერში და რაც მთავარია ქართული სიმღერისთვის და გალობისთვის, გაწეული ღვაწლისთვის და იმ დიდი შრომისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა. გედი ბრძანა. აზი მინდა გაუსვა, როგორი ყურადღებიანი იყო და როგორ გამოიყარებოდა. ბაკაცო, როგორ იცლიდა მართლა ყველასთვის. ანსამბლი დიდი გორის ბიჭები წლების წინ იყო ეს ამბავი და შავ ჩოხებში ისეთი ლამაზი ხანჯლები უკეთია ბიჭებს და დაგლოცა შემომიტრიალდა ეს. რა ლამაზი ხანჯლები უკეთია, მეც მაქვს ესეთია და რაღაცა ხა სიტყვა და სიყვარული იგზენი. ანათოს. გენაცვალე. შემოგია. იცი რომ ანსამბლ ალილოსაც აკავშირებდა ძალიან ახლო ურთიერთობა ჩვენს პატრიარქთან. ნამდვილად ამაყები ვართ ჩვენ ჯგუფი ალილო. შესრულდა ქალბატონ მარიკა კვალიაშვილის საშობაო ალილო დარეჯანის სასახლეზე იყო გადაღებები და გამოვიდა ისეთი ძალიან საგალობელივით ნაწარმოები ქალბატონ მარიკას შექმნილი და ეს რომ მოისმინა პატრიარქმა დაგვიბარა ჩვენ მაშინ ზარები გვერქვა ჩვენ ალილო არ გვერქვა და გითხრა რომ მოდითო დაირქვით სახელი ალილო და იმის მერე დაგვერქვა და აი ეს იმხელა სიამაყის გრძნობა და იმის მერე მისი მადლი ფარველობს ჩვენ ჯგუფს და აი ეს სუწარმატებით მოვდივართ დღემდე რა და მადლობა წარმატებით გადავწყვეტ.